ილონ მასკის მეორე კომპანიას ნამდვილად არ აქვს კარგად საქმე, საუბარია XAI-ზე, რომელიც უკვე ორმა თანადამფუძნებელმა დატოვა, საუბარია ჯიმი ბაზე და ტონი ვუზე. ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მოიწია ილონ მასკმა და ჯერ კიდევ მაშინ, როცა დააფუძნა ეს კომპანია 3 წლის წინ, მოახერხა, რომ შეექმნა ისეთი მნიშვნელოვანი კონკურენტული პროდუქტი, როგორიც არის გროკი. მაგრამ ამ ადამიანებმა დაინახეს ის განვითარების ხაზი, საითაც მიჰყავს ილონ მასკს კომპანია, ჩათვალეს, რომ ნელ-ნელა აცდა ის თავდაპირველი მიზნები, რაც ჰქონდათ ყველა თანადამფუძნებელს ერთობლივად, იმას, რასაც ახლა ილონ მასკი აკეთებს, მოკლედ აცდენა არის სერიოზული, თან საჯაროდ არაფერი უთქვამთ, თქვენს რომ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ილონ მასკს, მან შესაძლებლობა მოგვცა, მაგრამ Financial Times-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი მარტივად რომ ვთქვათ, სულს ხდიდა ამ ადამიანებს XAI-ის განვითარებისთვის, ეუბნებოდა რომ უნდა ემუშავათ გაუჩერებლად, რათა მასკის განეს გასაკვირი არ არის. სხვა შორის ყველა მის კომპანიაში, Tesla იქნება ეს თუ Boring კომპანიც კი, როდესაც ტარდება კვლევები, ყოველთვის თანამშრომლები ამბობენ, რომ მასკი არის აუტანელი ხელმძღვანელი, რომელიც ითხოვს წარმოუდგენელი რაოდენობის საქმის გაკეთებას და ზოგიერთი მის მიერ დასახული ამოცანა მენეჯერებისათვის არის უბრალოდ შეუსრულებელი, ანუ არ შეიძლება ამ რაღაცის გაკეთება. ცოტა კი არა ძალიან ბევრი მოუვიდა ამ შემთხვევაში. თვალად გადაირია განსაკუთრებით Gemini 3, როდესაც გამოვიდა და რომ ნახა Google რა დონეზე იყო და Grok სად იყო, ალბათ იქ გააფრინა. აი ამ ორ მეცნიერს მოსთხოვა, რომ აი ეს მოკლე დროში დაეციეთ ChatGPT-ს და Gemini-სო და ეხლა. მე მგონი მაგალითად შენი რეაქციაც საკმარისია იმის გასაგებად, რა შევხვდით აქტუალიზში. იქ ალბათ როგორ განწყობაზე. ძალიან არარეალისტური მოთხოვნის ფონზე წავიდნენ ისინი დიდი ალბათობით ჭკვიანი CEO-ები წაიყვანენ მათ ამ შემთხვევაში. უკვე თუ წაყვანილები არ არიან და ამასაც მალე გავაცნობთ მაყურებელს, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოკლედ მიიღეს და ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება XAI ამ ორი თანადამფუძნებლის გარეშე.